გუშინ შუადღისით ჩამოფრინდნენ და საღამოს უკვე ვარჯიში ჰქონდა. რადგან დიდი ხნით არ არიან, სულ 3 დღე, 4 დღით არიან ჩამოსულები, ამიტომ ვცდილობენ რომ მაქსიმალურად მოასწრონ ჩვენთან ერთად ვარჯიში და ჩვენ ვცდილობთ რა თქმა უნდა მეტი მივიღოთ ასე ვთქვათ, მაინც ევროპელია, უცხოელია, ჩვენთვის უცხო ის არის და წეხანაც ვთქვი, რადგან არა ვართ განებივრებული იმით, რომ ჩვენ ხშირი გასვლა გქონდეს. მით უმეტეს, როცა გუნდს ეხება, ახლა 1 და 2 ადამიანი შეიძლება და ბევრი ვყავ, ჩვენ წარმატებული ბიჭები, მაგრამ ზოგადად ვამბობ, აი ინტერესაც ხედავთ ალბათ, რამდენად ინტერესით უყურებენ პატარა ბავშვები და თუ განვითარებაზეა ლაპარაკი და იმაზე რომ ჩვენ გვინდა უფრო წინ წავიდეთ, მე ვფიქრობ ეს არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ ძალიან მოხარული ვართ ამ ყველაფრის მით უმეტეს, როცა მათი ინიციატივა იყო ეს, რომ ჩამოსულიყვენ და თქვათ იცოდნენ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენ ქალაქში და ამ დარბაზის წარმატებები ამ ხალხმა და გამოთქვეს სურვილი რომ ჩვენთან ერთად ერთობლივი ვარჯიში ჩაეტარებინა და ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით მაქსიმალურად ცოტა კი განვიცადეთ რაღაც მაინც პირველი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად მიდის და რა ვიცი ვეცდებით რომ ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაგრძელდეს სამომავლოდაც რომ კიდევ მხოლოდ თუ წარდგება ჩვენს სპორტს ზოგადად და ადამიანებს შორის ურთიერთობას არაფერს ეს ხელს არ უშლის პირიქით მოხარულები ვარ და ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმით რაც შეგვიძლია. ჩვენ ვართ ბრატისლავიდან, სლოვაკეთიდან, სპორტული სკოლა STU სლავია ბრატისლავა. ჩვენ სკოლაში დადის 2 ქართველი ბავშვი, რომლებიც არიან წარმოშობით ზესტაფონიდან. მათ მამამ შემოგთავაზა საქართველოში ჩამოსვლა და ვარჯიში გრძნობს სხვაობას. საქართველოში უფრო ძლიერად და უფრო ინტენსიურად ვარჯიშობენ, ვიდრე ჩვენთან. მაგიტომაც ხვდებით ამ ტრენინგების შემდეგ, რატომ არიან ქართული ძუდოისტები ასეთი ძლიერები და ასეთი წარმატებულები. გვინდა გავაგრძელოთ ურთიერთობა ამ ძუდო კლუბთან. დიდი სურვილი გვაქვს რომ მომავალში ჩვენთანაც ჩამოვიდნენ სლოვაკეთში, იქაც ივარჯიშონ და იმედი გვაქვს რომ ჩვენც კიდევ არაერთხელ ჩამოვალთ და ჩვენ ძუდოისტები გაუცლიან თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს. ძალიან კმაყოფილები არიან აქ ვარჯიშით. ძალიან ეტყობათ ქართულ ბიჭებს რომ გენებში აქვთ ეს ჩადებული და უფრო აქტიურები და ძლიერები არიან. ძალიან კმაყოფილები არიან ამ ვარჯიშით და ძალიან მოწონთ, იმიტომ რომ უფრო აქტიური და უფრო ენერგიული ვარჯიშები აქვთ აქ. ძალიან მადლობლები არიან რომ მოიწვიეს აქ სავარჯიშოდ, დიდ გამოცდილებას იღებენ ამით და იმედი აქვს რომ გაგრძელებოთ ეს ურთიერთობა მომავალში. პირველი შემთხვევა იყო რომ საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ ბიჭები, დიდი იმედი აქვს რომ გოგოებსაც ჩამოიყვანებენ. ძალიან გვეხმარებიან ჩვენ ზრდაში, განვითარებაში. დღეს ჩვენს დარბაზში სტუმრები ყავს სლოვაკეთიდან. ერთობლივი ვარჯიშები ტარდება. ჩვენ თუნდაც ეს არის ერთგვარი გამოცდილება იმათ ვინაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობთ ერთმანეთისგან, ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ეს ხშირად არ ხდება ჩვენს დარბაზში და იმედი მაქვს მომავალში გოგოებსაც ჩამოიყვანებთ.